ჰაი, დილამშვიდობის მეგობრებო. როგორ მიყვარს, როცა დილამშვიდობის, ესე ვიწყებ ხოთ სახლში ვარ. გიჟდები საოცარი მზეა, გარეთ ძალიან კარგი ამინდია. და მე მცივა. იმიტომ რომ ხა იგეთი ამინდი არ არის, რო არიქა. და არ შევწიდეს. ჩემი სახლი გარბის კი არა, თან გაიქცა და თან გამოიქცა ისეთი არეულობა მაქვს. მაგრამ შაბათი დღე რაც იმას ნიშნავს, რომ ვარ სახლში და რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება დაალაგება. ოღონდ ხა ამას არ გადავიღებ, მაგრამ ცოტა დაალაგების დღეა. ციფში ისეთი არც არაფერი, მაგრამ დროს წაიღებს რა. ხო და ყავალდა დავიოთ ახლა. მე ყავის გარეშე გინიცველეთ. უკვე ვიღებ ცოცხლობა. ხო, ესე იგი მარიკომა ერთშია რომ არაო, დღეს უყვერცხებიდაო, მინდა თუ არაო. აივე როგორ ცოდნია გოგოებო დილით ადრე ადგომას მიჩვევა, არა და როგორ მინდოდა, იცით რომ აი 11-მდე, აი გავიჭიმები. რას გაიჭიმები? გვანცა, რას გაიჭიმები? ვაიმე 6:09-დან რო დავიწყე გოგოებო. ყოველ 15 წუთში აი ესე ვქონდა თვალები დაჭრილი. კიდე ხომ გავაფრინე, ანუ რა ბული გაუშვი შვილო. კიდე ხომ გავაფრინე, ხალხო, ისე დღეში ვიყავი, რომ მეთქი, ანუ ძილი რო გინდა და ერიცინებ, იმიტომ რომ რა დაგაძინებს მიჩვეული ხარ. ხო და მოკლედ 10:09 ვიგორავე. ვერავით ვერ დავიცინე. ხო და ამასობაში 4-ჯერ ავდექი. ხო და მოდი ამასობაში თან ყავად დავადგათ ეცები თავს. ხო მიყვარს რა სახში ყოფ. მე ნატრება სახში ყოფდა ხალხო. გარბი ხარ, რუის ნახევარზე სახში ბუდი ხარ, 9-ის ნახევარზე და 8-ზე და ანუ სახლი მინდეტრება. მონეტრება მაქვს სახლის. ხუმრობის გარეშეც კი მეატრებ. მოდი მივირთვათ სანტისიმო, რომელსაც ჩემი შვილი დიდად არ წყალობს და დედა უარს არ იტყვის. მაცივარში მედოდა ისეთი კარგი ის აქვს, რა ქვია, სიგრილე. ეს არის მარწყვის. გუზა რა ჩემთვის რატო მოწონს. გამოვუღოთ თავისი ლამაში. და მიესმევს. აიმე შვები გოგოებო, დაწუნებული ვარ თითქმის უმრავლესობას შვილებს, ვისაც პატარები გყავთ. საშემოდგომო ზეიმების ბუმია. მათ შორის ჩვენთანაც და სიამოვნებით გაჩვენებთ ჩვენს საშემოდგომო ეზოს, როგორც მოირთო. ხუთშაბათს ლამაზესი. მოვიცეთ რამდენიმე ადამიანმა. ძალიან მომაყოფრ შემიწვლილია. იმ კადრებში რასაც ნახავთ. ლამაზი. ეს ლავაშური იოგურტი მივაყოლე, რაღაცა კარგად ვერ დაიწყოთ ხე მგონი. ვერა ვარ კარგად. ანუ ადუყდი შვილო. ბავშვებს გადაუღეთ ურავი ფოტო, ვიდეო. ასევე გაჩვენებთ იმ სივრცეებს, რაც იყო ცალკე. სამწუხაროდ, ამდენი შრომის მე ერთი ფოტოც არ მაქვს და რაც არის ხომ გადამღოდა ისეთი ბუნდოვანია, რომ
დადო ჩიფტეს ერთად ვერ გახსნა ჯანვარ ტელეფონი დამიჯდა მერე შესაბამისად ფოტოები აღარ მაქვს ჩემი ყოველ შემთხვევაში სხვა ყველას ფოტო მაქვს ზოგადად აღარ მაქვს გავაგზავნე ტელეფონში რა თქმა უნდა თელბაღის ფოტოები ამდენი ჯგუფების ფოტოების 99% და ვიდეოების გადავიღე და ძალიან კარგი გამოვიდა და ძალიან ვამაყობ განჩენი ახლა რო დაჯდა ჩემო მენეჯერმა გადაიღო თავის ტელეფონით აპტენი წაღებული არ მქონდა თან ყველაზე ცუდი ეს მები კაკადუსავით რატომ ხوارითით უკან გაშვილი ვაიმე ხაცა ბოლდროს იოგურტები მომწონს მოგიტყავთ როდეს მე მეზიზღებოდა არა მაგრამ ანუ მეტად მომწონს ანუ ვოლა კარგი წავიდეთ ყავათავლად აი ხვარი ხოლმე რომ პარასკევობით მომემატება ენერგია რომ მოვალაი რომ მივასკდები საქმეს და რა გუში მოედი აი ესე მგონდა თვალები აკეთიკით მე მეთქი რას მივასკდები გუშინ ეკობამ და ამერიკა რა წამოვიყო ანუ სათხარო რა წამოვიყო და მეთქარი ვაგზის მეტროში ვარ უკვე მეთქი და უიო მე ნაძალადევში ამოვედიო და ბარემ თქვენს ნაძალადევით ამოდითო რა კრეკერი მეთქი რა ჯადა თეთრი ამოდითო რა ამოდით მარიკოევნება რომ შენ რო დამპირდი მამა იქ არ უნდა წავიდეთო და საათ მამიკო და საშაურმე არის მეტროსთან ჩემთან და ფრიცო იყიდება რა თქმა უნდა ხო და ნუ მოკლედ მაგის საჭმელად წავედით შევედით შევიდეთ თუ არა კობა თქო რა იმიტომ რომ დაღლილი ვიყავი მაგრამ მაგრად გშიო და ყველას ხო და მოდი უკაც შევიდეთო ბარემო და მარიკომ შაურმა ვითომ იფიქრა კიო შევჭამო იქ რო გაიგო რომ ხურცისურებია აი როგორ გაკრა ეგაბები ვერ გიტყვი აი უცებ შეიცვალა აზრი და მოდიო ფრიშებჭა მამიკო და კაიო ხო ნუ კარგად მიირთვა ჩვენ შაურმა მივირთვით 10-დან დავუწერთ 9-ს იმიტომ რომ ცოტა მეტი ხახვი ქონდა რაც მე არ მიყვარს გადაჭარბებულად ქონდა ცოტა და დასაწყისში სადღაც ამ ხელა ადგილას საერთოდ ხორცი ვეძებეთ მაგრამ მე უკვე ცოტა ოდნავ ჩხავცდით გადატენილი იყო მაგრამ ის მონაკვეთი მეთქი რა არის ეს მან ძალიან ხშირად ვაიმე კიდე გამყავა გადავიქციე ეს ქაფქაფა დავიწოდი ხო და მეთქი არა უშავს კაი რადგან ეს არ ხდება ხშირად და ზოგადად მოგწონს ეგ შაურმა უბრალოდ ცოტა ხორცის პრობლემა აქვს ხოლმე ან დასაწყისში ან ბოლოში აი ესე რაღაცნაირად არა უშავს მომთხარ ამასობაში ხა ლავაში ყველი და ტოსტშია შეგდებული ნუ მივირთვა არა ჯერ ყავა მშობლები მხოლოდ დაესწრნენ ფრესკულს ისე შემოდგომო ზეიმს სხვა დანარჩენები არ დასწრებიან იმიტომ რომ პატარები არიან და მოკლედ მე გადაწყდა რომ მხოლოდ ფრესკული ძალიან მოეწონათ მშობლებს აი ძალიან გაგიჟდნენ ეზოზე ისე მოეწონათ ყველამ ძალიან ბევრი იშრომა აი ძალიან ყველა მთელმა ბაღის სტაფმა ხალხო
ვიღაც თუ გარ დეკორაციას აკეთებდა და ამზადებდა შიგნით კიდევ ძალიან დიდი შრომა იდებოდა, იმიტომ რომ ჯგუფი უპატრონოდ ხო ვერ იქნება და გადანაწილებულები იყვნენ შეერთებულები ზოგი ისე ზოგი ასე და ცოტა საქმე ნამდვილად არ არის, ვისაც უმუშავია ამ სისტემაში ის მიხდება, რასაც ვიცახი და აი ყველამ ძალიან დიდი შრომა ჩადო და შრომის გარეშე კიდე ხალხო არაფერი არ მოდის რა, აი ხო ამასობაში ბარემ ვიტყვი რომ ვეძებთ კიდევ კადრს გოგოებო, ძალიან ვეძებთ კატასტროფულად ვეძებთ, რატო ჩანვარ თითქოს ნათელი მადგას ბურუში რაღაც ბაღში სამუშაოდ ვეძებთ კადრს მოკლედ ვინც მოვიდა ან წავიდა ან გაუშვეს ან ასე ან ისე მოკლედ ჭირდება ადამიანები ასე რომ შეგვიხმიანეთ თუ დაინტერესდებით და დაწვრილებით დეტალებზე გადაგამისამართებთ ვისაც შეგიძლიათ გაიაროთ ეს საკითხები ასე რომ იქნებ გინდოდეთ აი დედას გეფიცებით ხალხო, აი ეს ალერგია ხალხო ბოლოს მომიიღებს ამ თვალის ალერგია და ქავილი. აი სახში ხარ, აი ვერ ვხვდები რატომ აქ აი თან დილაობით გამძაფრებულად. რას ვერ ვხვდები გეტყვით ხალხო. ამდენი ადამიანია, ვინც არის გაჭირვებული საქართველოში და მოდი ვთქვათ, რომ ძალიან დიდი ნაწილია საქართველოში გაჭირვებული. ძალიან ვინც აღარ იცის რა ქნას და უკვე ძალიან ბევრმა დაიწყო TikTok-ზე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მათხოვრობა ზოგს კაცო მათხოვრობა არ დაუწყე მაგრამ დღე და ღამე თამაშებში არიან ჩართულები რომ თახა გამოიმუშაონ ზოგი რაღაც სხვადასხვა გზებით ცდილობს ამ ყველაფრის გაკეთებას ზოგი ასე ზოგი ისე ზოგი პოსტავს რომ იქნებ ჩამირიცხოთ ხალხო Facebook-ზე ბავშვისთვის საკვები მჭირდება დედისთვის ეს მჭირდება ხალხო სამსახური არის უკვე თვეებია წერ ყველგან და კადრი ვერ ვნახეთ. ნუ კადრი შეიძლება იყოს, მაგრამ უნდა შესაბამებოდეს ხო იმ კრიტერიუმებს, აკმაყოფილებდეს ბევრ ამას. კადრი ვერ ვნახეთ. გამაგებინეთ ხალხო როგორ გიჭირთ, ან რას გამოიმუშავებთ იმის ფას, რასაც თქვენ დღე და ღამე მათხოვრობთ, რატომ არ გინდათ, რომ იმუშაოთ. ეხლა თქვენ თუ მეტყვით რომ მე ბაღი რთულია, ვაიმე გეხვეწებით რა. ყველა სამსახური რთულია, ხალხო, ყველა სადაც გინდა შენი მაქსიმუმი ჩადო, ყველა რთულია. ბაღი განსაკუთრებით რა თქმა უნდა რთულია. ბავშვებთან გაქვს ურთიერთობა და ზეპასუხისმგებლობა გაქვს. ისეთი რომ ემოციებითა ვარ დაღლილი. იმდენად ფიზიკურად და რაც ემოციებით და ეს რაღაცა იმეებით. მაგრამ მითხარით ხა თავი რომ უვარდება ხალხს შიმშილით. აი ესე რო დადიან ხან აქედან ხან იქიდან ისე რომ შეად მათ ოჯახებს არ აქვთ შემოსავალი, მაგრამ ბაღში მე რაიტო ის კაია ხო მათხოვრობა, ანუ ეგ უფრო ისეთია შრომა არ გიწევს მაგაში, ის შრომა, რასაც ჩვენ ვდებთ ადამიანები სამსახურებში. არ ვიცი მე, უჭირს საქართველოს უჭირს ვიძირებით, ვაიდე და ასე უჭირს, ისე უჭირს ადამიანებს ვერ პოულობთ. მე რა ვიცი, როგორ სამსახურებს ეძებთ ხალხო გამაგებინეთ. რანაირს ეძებთ, რანაირს ფეხი-ფეხზე რო გადაიდოთ და დირექტორებმა ფული გიხადონ? ვერ ნახავთ. თუ არ ჩადე შენი მაქსიმუმი, არავინ არაფერს არ გაყირსებს დამიჯერეთ. არსად. შენ თუ გინდა თავად ვიყო დირექტორი და მართო შენი ბიზნესი, ამასაც უდიდესი შრომა და ფინანსების ჩადება უნდა. მე არ ვიცი ხა ხალხი რას როგორ ფიქრობს, მაგრამ ძალიან რთულად პოულობთ კადრს. აი ხა იმ ჩემი ჯგუფის პაწაწუნებისთვის ხო ვეძებთ. დანარჩენი ყველა რა თქმა უნდა დაკომპლექტებული. რა ვიცი აბა, არ ვიცი.
მაგვეშველება არ ვიცი. ასე არა ვარ. გვიჭირს მიღმა. აგერ სამსახურია ხალხო. და კადრი ვერ მოვიძიეთ. მეც დავჭდები. დღე და ღამე თამაშებში, TikTok-ის თამაშებში. დღე და ღამე. გამოვიმუშავებ, გადავერ გამოვიმუშავებ. მეც დავჭდები, რომ ათხოვრობენ დღე და ღამე. რომ იქნებ ჩამერიცხოს და გეხვეწებით და აი და ღმერთი არ აქცამთ თუ რაღაცა მეც დავჭდები. მერე ორი ხელი რო გაქვს, ორი ფეხი რო გაქვს და ედა გაქვს ჩემზე გრძელი. არ გრცხვენიათ ხალხო. მე როგორ უნდა ჩაგირიცხო, ჩემი ნაწვალები ფეხებს ვერ ვგრძნობ. წელზე ვერ ვგრძნობ ისეთი ტკივილები მაქვს დაღლილობისაგან. პლუს ბავშვი წაიყვანე, მოიყვანე, სხვა ხელა სიმძიმე დაღლა. ჩემი ნაწვალები ხა შე რატო უნდა ჩაგირიცხო, როდ გახარ და არაფერი რო არ გაქვს სამათხოვრო ვიზუალურად და შეგიძლია მუშაობა. მეტი საქმე არ მაქვს ახლა რა, აი მეტი საქმე არ მაქვს, რომ თქვენაირებს ვურიცხო, ვისაც არაფერი გაკლიათ ხალხო. ხართ აბსოლუტურად გონება გინდა, ხელი გინდა, ფეხი გინდა და რა ვიცი, ეს შეგინდათ უბრალოდ ფინანსები. ბოდიში ახლა არც ერთ თეთრს არ ვაღირსებ ეგეთ ადამიანს. არც ერთ თეთრს. კარგად ვიცი ვის უნდა ჩაურიცხო. თუ სურვილი მექნება, მე თავად ჩაგირიცხავ, პირადში მოგწერ და მინდა საჩუქარი გაგიკეთო და ჩაგირიცხავ. მაგრამ აი რომ მათხოვრობთ გული მერევა რა, აი გული მერევა, რომ არაფერი რო არ გაქვს სამათხოვრო ხალხო. როგორ არ გსხვენიათ ადამიანები, რომლებიც დღე და ღამე შრომობენ, იმ ადამიანებს თხოვოთ ჩარიცხვა. აი მე უბრალოდ აი სიტყვები არ მყოფნის, აი არ ვიცი. გეუბნებით აგერ არის სამსახური და ანუ სად ხართ? ასე გიჭირთ. დღე და ღამე აემხელა პოსტებს რო წერთ და ვნახულობთ, ამ ბუსტავთ, რომ ამოყაროს ბევრგან. ანუ და მაგაში ხო საკე დოლარებს იხდით, რომ ყველგან აგდოს ხო რაღაცა მასშტაბებზე თქვენი პოსტები. სამსახური არ გინდათ, არის აგერ ბატონო, გეუბნებით არის და არ გინდათ. მე რა ვიცი. ასე არ ვარ. და დედა რომელიც გამწარებულ შულზე პოსტს წერს, რომ იქნებ დაეხმაროთ, იმიტომ რომ ესეთი დედა ვერ იმუშავებს. ვისაც მიჯაჭული ყავს შვილი, კლინიკიდან კლინიკებში დადის, ასეთ დედას, ნუ რაზე უნდა შეედაო ხალხო და რა მორიდებით წერენ, რომ მადლობა ხალხო ერთი თეთრისთვის. გთხოვთ შვილი გადამირჩინეთ და აი არ ვიცი რა სიტყვები წერენ. შეიძლება დღეში 3 ლარი არავინ ჩაურიცხოს. და ვიღაცა დეგენერატები აგერო სხედან TikTok-ებში, Facebook-ებზე, ყველა პლატფორმაზე რო არიან მოდებულები. მიდი იმათ დღეში 200-ები, 500-ები. აი გაოგნებული ვარ. შოკირებული ვარ ხალხო. აი არ ვიცი, მეტი საქმე არ მაქვს. ასეთ კატეგორიას ვურიცხობ. თუ მინდა საჩუქარს გაგიკეთებ. მაგრამ სირცხვილი იქონიეთ ხალხო რა. აი სირცხვილი იქონიეთ. თუ გიჭირს კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ამიტომ იქონიეთ სირცხვილი. როცა გიჭირს ხელი გაანძრიე. ხო? კარგი. ხელი გაანძრიე. ანუ ფეხიც, გონებაც გააქვს, რომ არ გქონდეს კიდე, ნუ ხო. აქვთ. გადახედეთ. რამდენი ადამიანია, ვინც ითხოვს ამ ყველაფერს, რა არ აქვთ. ხელი არ აქვთ, ფეხი არ აქვთ, იმის გონება არ აქვთ, იმუშაონ. ძალიან კარგად აქვთ. ძალიან კარგად.
რამდენი თვია ვიძახი, რომ სამსახურია ხალხო, სამსახური არ უნდათ. არ უნდა ჩრომა ბოდიში ეხლა რა. ერთი დღე მაქვს დასვენება შაბათი, კვირას არც ვთვლი დასვენებად. მომზადება იწყება, რომ მთელი კვირა მერე რაღაცად გასტანოს იმ ყველაფერმა. არ ვიცი. წარმოდგენა არ გაქვთ იქ რა შრომას ვდებ მე. წარმოდგენა არავის არ გაქვთ. გადაღების უფლება არ მაქვს უბრალოდ, რომ აი ესე მეტოს კამერა და თქვენ მთელი დღე ყურებით დაიღლებით მარტო. იქ რამდენ შრომას ვებ და მე რომ მოვდივარ სახშიც კიდე ჩემი პასუხისმგებლობები ხო გამაჩნიე. და არ გინდათ სამსახური, არ გინდათ ნუ გინდათ. იმათ ხოვრეთ, ეგ გამოგდით ყველაზე კარგად. ყველას. ვინც შრომა თქვენთვის აი ეს არის რაღაცა სხვა გზებით მოინახება მართლა? ვის ხარჯზე ხალხო? ვის ხარჯზე? რამდენი მესიჯი შემომდის დოდონას ბლოგზე, აი ძალიან გაჭირვებული ადამიანების, რომ იქნებ დავეხმაროთ. ადამიანებს, ვისაც უჭირთ წამლის ფული არ აქვთ. და ვიღაც მთელი დღე იდე ჩამირიცხე. აი არ ვიცი, ფსკერი. აი მე და ეს შემიდა ქალის საჩუქარი გაკიდებული მქონდა და ამოწყვეტილა. ქეთი, ჩემო სიხარულო. აიღე თუ შეიძლება შენი საჩუქარი. მოხდა ამოწყდა უკვე. ნაგი რა კონციალოს. ეხლა ვის რა ეწყინება? ამ ჩემი ვიდეოთი წინასწარ გეუბნებით, რომ აი დარდი. საერთოდ არ მენაყოლება. პირდაპირ ვიძახი. ნუ ურიცხავთ ადამიანებს, ვისაც არაფრის პრობლემა არ აქვს. ჩავურიცხოთ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი პრობლემები აქვთ ხალხო. მე თქვენ ჯიბეზე რა თქმა უნდა კონტროლს ვერ დავაწესებ, არც უფლება მაქვს და ვინ ვარ საერთოდ ხა ვინ ჩემ ჯიბეზე რომ მიკონტროლოს ხო გადავირი, ვინ ხარ? უბრალოდ კარგად განსაზღვროთ, ვის ჭირდება ჩვენ ნაშრომს, ვის ვუზიარებთ და ვის არ ვუზიარებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვისაც უჩუქებია და არაერთხელ და ძალიან ხშირად და ცამდე მადლობელი და მადლიერი ვარ, მაგრამ ეს მათი საჩუქარი ყოფილა და მე არ მithოვია და ძალიან მრცხვენია ხოლმე როცა მირიცხავენ, იმიტომ რომ მე მაქვს ჩემი შემოსავალი და ძალიან მერიდება ხოლმე. როგორ არ გცხვენიათ ხალხო, გადავირი, წადით, იმუშავეთ, არის აგერ სამსახური არის, წამოდით. წამოდით. არის სამსახური, ანუ რა არ ვიცი. საღამოს 8-მდე გეზარებათ მუშაობა. რას ვიზავთ? ანუ TikTok-ს რა სკროლავ? უბრალოდ შეუძლებელია დაждდე და განიტვირთო. იმდენი TikTok მათხოვარია. რატო ხალხო, როცა არის? როცა შეგიძლია დავკარგეთ ყველაფერი, აი რაღაცა ჩვენი თაკარგული გვაქვს. შეგიძლია, რო არ შეგეძლოს კიდე მესმის. აი რო შეგიძლია, როგორ არ გცხვენია თორე რო არ შეგეძლოს. რა ვიცი. ებიტი და რა მხოლოდ ალექი დავლიებ. ნახოთ რამდენ ქულას დავუწერ. ათიდან 7. ყოლი ცოტა თავში. როგორც გულში შაურმაში. გოგო ბეჭდის გაკეთებაზე იყო. კითხარისთვის იყიდეო და სამსახურში ვერ ვიკეთებ, ანუ ვინც არიცით გეტყვით რომ ბაჭაღლო ძალიან მარტივად ზიანდება, იხაზება და მოკლედ იჭეჭება და ყველაფერი ერთად და მე იმდენი საქმე მაქვს რომ ერთ კვირაში ჯარში მომიწევს მაგის გადაგდება, ამიტომაც დიდად ახლა არც ვგიჟდები. ვერცხლზე ვარ ამ ეტაპზე გადართული შესაბამისად. როცა მომეხალისება ხოლმე და გააჩნია სად წავალ, თუ მომეხალისება, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში გავიკეთებ თუ არა და ვერცხლსაც გადასარევად ვიყენებ.
ვაპირებ ოქროს ყიდვას ამისათვის შეგროვებას უკვე ვიწყებ როცა იქნება თუნდაც წელიწადში ერთი ბეჭედი იყოს არ არის პრობლემა ოქრო რა თქმა უნდა კაპიტალია და გირჩევთ თქვენს თუნდაც მცირედი გადაიტანოთ ამისათვის ანაბარზე ანუ ვერ მივხვდი რამდენი ყველი საწავიდა ხალხო რამდენი ყველი შავუდა იცი აი აქ რა მინდა იცით გუდის ყველი ვიცი საშინელი სუნი რო აქ მაგრამ გუდის ყველი მინდა ის ძალიან მიყვარს და სად ვიყიდო ახლა სადაც შევდივარ მაღაზიაში გუდის ყველი არც მიკითხავს ხო ჯობია ერთხელ ვიკითხოთ მეჩმე პური მომიტანა დაუგეგმავად ამოვყავით თავი საშაურმეში ჩემთან ახლოს იქვე მეტროსთან და მოკლედ გადასარევი ის მქონდა განტვირთვის ძალიან მცირე დრო იმიტომ რომ ერთი სული მქონდა სახლში როდის მოვიდოდით 10-დან 9 პრინციპში ვამბობ კიდეც რატო შემდეგ просто მანამდე ნახავდით. ჰაი, დილობ შეტყვის მეგობრებო. მე ვარ გვანცა იგივე დოდონა. ხო, დამიგვიანდა თქვენთვის ძალიან ბევრი მადლობის გადახდა და ახლა მოვიდა ის დრო და მოვიცალე იმისათვის რომ გვანცამ გადაგიხადოთ. უღრმესი მადლობა იმისათვის რომ ჩვენ უკვე ვართ 30,000 ადამიანი ხალხო. 30,000 ადამიანი ძალიან დიდი მადლობა ყველას. უბრალოდ 30,100 რაღაც ვართ უკვე და ძალიან სწრაფად იზრდება ჩემი გვერდი. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მიყურებთ, ვინც გვანცად არ აღიქვამთ და გვანცას შექმნილი პერსონაჟი გიყვართ თქვენ, ანუ დოდონა გიყვართ. ყველას ძალიან დიდი მადლობა და ადამიანები ვისთვისაც ეს არის ტრინკიცი, ადამიანები ვისთვისაც ეს არის დროის კარგვა, ცანცარი და ასე შემდეგ, ალბათ არასოდეს არ უყურებიათ ფილმებისათვის, არასოდეს თეატრში არ უვლიათ, რას ვიზამთ, სამაგეროთ თქვენ ხართ ადამიანები ვინც ამას ძალიან სწორად იღებს, ხო და ძალიან დიდი მადლობა ყველას. იმედი მაქვს მალე 31,000 ვიზეიმებთ, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად იზრდება გვერდი. რამდენიმე ვიდეოს წაშლა მომიწია, ბოლო რა ვიდეოები რაც დავდე, რადგან რაღაც დარღვევად ჩამეთვალა, მაგრამ ძალიან კარგი ნახვები ქონდა და გული დავწყდა, მაგრამ არა უშავს, თქვენ ეს ვიდეოები უკვე ისედაც ძალიან კარგად იცოდით, ადრე დადებული იყო და შეგახსენეთ ეს ჩემი ვიდეო, რამდენიმე ბოლო დადებული, მაგრამ ნუ დარღვევის გამო მომიწია წაშლა და რომ მომწერეთ საწავიდა ვიდეო ჩემი კომენტარი მომიწია რომ წამეშალა. ყველას გიხდით ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრს ხალხო 30,000 ვართ, 30,000. ხო და ასევე მადლობა ყველას, როცა მლანძღავენ თქვენ რომ ეგრევე ხახაში ახტებით ხოლმე. თქვენ ნამდვილად ღირსეული აუდიტორია ხართ. მადლობა თქვენ. რაც შეეხება ეზოს იყო ზღაპრულად ლამაზი, აი ესეთი გულს და სულს რო უხარო და ისეთი ძალიან ბევრი ფოტოსივრცე იყო მოწყობილი, აი ეს რგოლი რასაც ხედავთ ფოტოსათვის განკუთვნილი სხვადასხვა ჩემი იდეა იყო და ძალიან ვამოყოფი, იმიტომ რომ სასწაული ფოტოები გამოვიდათ პატარებს. ძალიან ბევრი იშრომეს და ვიშრომეთ გოგოებმა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენ სტაფს, იმიტომ რომ თავდაუზოგავად შრომობ და ყველა ნამდვილად. რაც რა თქმა უნდა, ძალიან კარგი შედეგით დაგვირკვინდა და ჩემმა ყოფილმა თანამშრომელმა, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა ცხოვრობს საბიზნესში, მითხრა რომ ამდაგვარი არაფერი ხდება სამწუხაროდ აქ ბაღებში. რაღაცისა თქვა მინდა ხო, მინდა. რო არა თქვა, უნდა გამიშკდეს გულით, რაც ალამათია ხო. ხო, რისი თქვა მინდა ახლა. ჩემსა
ვიღაცა მოწონდა უფლებას ბიძეტა ერთი ის არა მოწიფული გოგო ხო მე უთხრა შვილო ეკა გოგო არის მე უთხრა ალკოგოლიკი იყუბოდა რა ახლა ეკა შემეშლება მე გავარჩუ ალკოგოლიკი და ისა ფიფქია ხო და რა ისა მომკიდა ხაბობაძეს გოგო ალკოგოლიკი დედა ის რა თქვი და დამესინდა ის აკიხდა ხა ყველაფერი კარგი შეჭინილია ეს გოგო ხო ლუდი ხო ვისკი ატკა მაიცა მოიყვანა ცოლა დაიშვა კარალევა ის გოგო ხო ორი კვირა ხო ხალხო არის ნაბაშის ხუსებზე ესა ბიჭი მეუბნება შენი ნაცნობი იყო და რატო არ მითხარი რომ ლოთი იყო შვილო ძმაო ნერვები არ მომიშალო მეუთხარი ამომასხა კითხარი რომ ეკა გოგო შვილო არის ლოთი არა შეება ქიფი უყავს ხალხო მარა ახლა რა ვიცი ჩვენ დროს ამბობდე ლოთი იყო და მე რა ვიცი შეება ახლა მოდაშია ხო ახლა მე მოწიფული ქალი ვარ და არ შემეშლება მოდადად კაცები ხო ხალხო თელი ოჯახი ხო ჩემში არის გაბაშუნებული რომ ვითომა მიიტები ჩემი გაჩენილია მისი დედა ვარ ვიღაცა ვიცნობ ხო ჩერეს გითხარით არა გამოგადგებად რა ჯერაცა გოგოს და ხა იმჯერ უთხრალია ალკოგოლიკი არ არის გადავაგდე გასახები ჩავიღუმე პირში წყალი დავმალე მე მაინც არ თქვი და მაინც ვინ გამოვიდა ჭვალი ხო მიუთხ დაბრუნე ჩილო უკან მეუთხე დავისახში ჩედა რა უდახო მე რა შუაში ვარ მეუთხარი ეცი არაფერი გამიგია ხალხო აი შენ უიცნობდი და არ გამიჩენია არ გამირიგები ხართ გითხარი არა გამოგადგება ეგუგო და ამომაცალეთ ახლა ნესტო და ათანთალეთ დროშასავით ვერ გავიგე ძალიან ახლა ვერ ვიტყვი რა რომ ასე და ის ძალიან ვარ გულ გადნატკენი და გულ გახეთქილი და თავწაქცეული რომ მე ქუდოდი უვლისთვას ტრეს ქართლის იმის მოტრფიალე და რა ვიცი კიდე რამდენ რამეს ახლა ვერ ვიხსენებ დაღლილი ვარ ის უნდა მაკადრო ახლა მე მაგას ხო რომ მივუვარდები ხვალდილი შუზის ნახევარს მაგოც არ უნდა დავაყენო შუზის ნახევარი გვიანე 6-ზე უნდა მივაჭრა 100 უნდა ვაკაკუნო კარზე რო გამიღებე ხო გავიწმიდო ის ნაკაკუნები რომ დავისისხლიანებ ხო და ერთი კარგად ამგვიდო ჭყვიპირში ხო Facebook-ზე დაწერა იმისა დედამ რომ ეს მაჭანკლები რა მაჭანკლები კაი და შო Facebook-ზე გაიცანი ვიღაცა მოიყვანეთ რომ მე რა შუაში ვარ ხო უი დედა არ ვიცი რა სიტყვები არ ყოფნის წერტილი ესეც მაგ ბუშტი ბაღის არის